მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტყოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც ბაზარმა განავითარა აღმავალი ტრენდი პარასკევს დღეს უკვე რა თქმა უნდა იმყოფება ერთგვარ პატარა კორექციულ უკუსლაში, შესაბამისად მოსალოდნელია რომ ტრენდი გაგრძელდეს. როგორც წინაზე ვთქვით, ამ ეტაპისთვის უკვე ეს ყველაფერი შესრულებულია, ანუ ბაზარმა მიაღწია 1.1270 ნიშნულს, გაარღვია კიდეც. შემდეგი დონე უკვე ევრო-დოლარის წყვილს აქვს 1.14 ნიშნული, ანუ თუ დაუკვირდებით აი ამ 1.14 ნიშნულს, ფაქტიურად არის ძალიან ძლიერი წინაღობის ხაზი და შესაბამისად შესაძლებელია რომ განავითაროს აღმავალი სულა, თუმცა ამისათვის პირველ ეტაპზე ჭირდება აი ამ პატარა მაქსიმუმის, ეს არის 1.1285 ნიშნულის გადალახვა და რა თქმა უნდა აღმავალი მოძრაობის განვითარება. რაც შეეხება დოლარ-შვეიცარიულ ფრანკს, აქ აბსოლუტურად საპირისპიროდ არის ყველაფერი თავისთავად. იმყოფება დაღმავალ ტრენდში, ანუ საკმაოდ ძლიერი დაღმავალი მოძრაობაა, პარასკევსაც ერთ-ერთი ძლიერი მხარდაჭერის ზონა, რომელიც ჰქონდა, ეს არის 0.97 ნიშნული, ის გაარღვია ბაზარმა, ეხლა ამ ეტაპისთვის იმყოფებით 0.96-40 ნიშნულთან, შესაბამისად თუ ბაზარი განავითარებს კვლავ დაღმავალ სვლას და გაარღვევს აქ უკვე 0.16-20 ნიშნულს, უკვე განავითარებს დაღმავალ ძლიერ ტრენდულ მოძრაობას და არ არის გამორიცხული რომ უკვე მან მიაღწიოს 0.95-50 ნიშნულამდე, თუმცა ამისათვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ჭირდება რომ მინიმალური დონე გადალახოს. რაც შეეხება დოლარ-კანადურ დოლარს, ბაზარმა აისხლდა ძლიერი წინაღობისგან, ეს არის 1.35-50 ნიშნული და შესაბამისად განავითარა დაღმავალი მოძრაობა. მთლიან ბოლო პერიოდს თუ დაუკვირდებით 4 საათიან გრაფიკზე, ვიმყოფებით დაღმავალ სულაში, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა იყო, რომ გაერღვია ბოლო მაქსიმალური წერტილი, ფაქტიურად ბაზარს ეს არ გამოუვიდა და უკან შემოbrunდა, ამიტომ ამ ეტაპზე ველოდებით, რომ ბაზარი მოვა დაახლოებით 1.34 ნიშნულთან, ანუ ამ მინიმალურ ზღვართან და შესაბამისად თუ ეს 1.34 ნიშნული გაარღვია, უკვე ველოდებით, რომ განავითარებს დაღმავალ სვლას, ამ ეტაპზე რა თქმა უნდა 1.33, 1.12-80 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარი-იაპონური ენს, აქაც განვითარებული არის დაღმავალი სვლა და ფაქტიურად მიუახლოვდით ძლიერ მხარდაჭერის ნიშნულს, ეს არის 100 ნიშნული. შესაბამისად მოსალოდნელია რომ 100 ნიშნულამდე ჩამოვიდეთ, თუმცა ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება რომ ბაზარმა გაარღვიოს 150 ნიშნული, რომელიც ასევე წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ბარიერს, არის წინა მინიმალური დონე და ფაქტიურად ეს არის ამ ეტაპზე გამოსარღვევი დონე და რომლის შემდეგაც განვითარდება უკვე დაღმავალი სვლა, მაგრამ თუ ბაზარმა გააგრძელა კორექციული უკუსლა, როგორც ხედავთ, მას აქვს ასევე ძლიერი წინაღობის დონე, ეს არის 100-88 ნიშნული, შესაბამისად აქ უკვე ნახავთ თუ რა მოხდება მისი გარღვევის შემდეგ, კვლავ ვარაუდობთ რომ უკვე იგი მიაღწევს აი ამ ზედა ზღვარს 111-50 ნიშნულს, ხოლო თუ ბაზარმა 100-88 ნიშნული ვერ გაარღვია, მაშინ ისევ განავითარებს დაღმავალ სვლას. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.